ადამიანებმა განსხვავება ვეცნახა მონაწილეებსა და თანამშრომლებს შორის მათთვის ორივე იყო ერთი იდეის მატარებლები და ერთი მისის მატარებლები იყვნენ უყოფი ადამიანები როგორც თანამშრომლები ისე მონაწილეები. აი დინო დიდი მადლობა ბატონო გადავხოთ რომ ასე. არა მე კითხოს ჩემს მიმართ კითხვები მაინც არ ყოფილა. მე უბრალოდ ვიტყვი ორ სიტყვაში რომ გონია რომ ცოტა არ იყოს ძალიან საინტერესო ყველაფერი რაც მოვისმინე, მაგრამ ცოტა გავყრილდი. გონია რომ კარგად არ გვაქვს გასულვიერი ყოველ შემთხვევაში მე ცოტა რომ ბეში. რომ აი ეს აქცია 17 მაისის არ გადაიზარდოს იმათ რაც მოყვება ხოლმე აი ესეთ ბრბოსეულ ქმედებებს, როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არის დარწმუნებული რომ სრულიად მართალია. აი ეს არის ეს მითი არის რომ ის რომ LGBT თუ ვინც არის იმისი ცემა და იმისი გარიყვა და იმაზე ძალადობა არის სწორი. მე გავხსენებდი რას რომ კომპოზიტორი რახმამინოვი რომელიც არაპირებდა ემიგრაციაში წასვლას, წავიდა ემიგრაციაში მას მერე რაც შემოუვარდა მისი ნაცნობი გლეხებით რაღაცებით და ფორტეპიანო გადაუღდეს მეორე სართულზე, ესმით? და გადაწყვეტა გაფორმებულია, რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება ცხოვრება. არ მინდა რომ ამ დონეზე მოთხათე არ ზარდოთ. რაღაცა ნიშნებს ამისაც გრძნობ. აი ამ სრულ დარწმუნებას, რომ საწინააღმდეგო აზრი არც კი შეიძლება არსებობდეს. თუმცა ეს ეკუთვნის ეს საინტერესო რამე ზირთად მამაკაც ჰომოსექსუალისტებს. ქალებზე არც დგება ბატონო ხო, ლესბოსელებზე საერთოდ არ დგება საკითხი, იმიტომ რომ ჩემი საზოგადოების ეს ძალიან ისეთი რმა ფსიქოლოგია არ ვზდოთ მაგდან საფრთხეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გონია რომ მართლა ვიღაცა მასენა უკაცრავად არ მახსოვს უბრალოდ რომ რაღაცა გარდატეხის დღე იყო 17 მაისი. გამოჩნდა ბევრი რამე ხო და მოდი რა ისე გავაკეთოთ რომ არ იყოს რა გარდატეხი. მე ბოლო კომენტარები უკვე ყველა საზრდოობს უფლებას გამოხატავს. ხედავ რომ იმ შეხვედრიდან მონაწილე მე მგონი არავინ არ არის დაფაში და აღმოჩნდა იგივე მედიის როლის ბოლომდე გააზრებს ხედავ რომ დაინტერესებული იყო რაღაც ფიდბექი იყოს მედიაში შიგნით რო ეს განსჯა ვიდეოების. არიცი 16 მაისს არ 17 მაისს ესეციდან ჩამოვარდნილი მაგმასის სადღეგო სცენა და ამაში ძალიან დიდი მონაწილეობა ისე და ისე მედია მიიღო. და 16 მაისს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა თითქმის წარმომადგენელი ელჩები ხამაზეთი ძალიან წარმომადგენლობითი საკმაოდ ისეთი არ იყო ძალიან დიდი შეხვედრა მაგრამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო პირველად მოვიდა ამგვარი რომ პატრიარქმა ასეთი განცხადება გააკეთა უკვე რაღაცა საშინელება გზავდებოდა მივხვდით ყველა რამდენი ისეთი ხარ ჩვენ იმ შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით ელჩებსაც შევთანხმდით საკითხად რომ არც ერთ ორგანიზაციას არ უნდა საწინააღმდეგო რომ ყველა მედიის წარმომადგენელი შემოუშვეს დარბაზში. ანუ შეიძლება იყო აბსოლუტურად ღია და ეს პაკეტა შეგნებულად იმისთვის რომ საზოგადოებას მიიღო მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია. თავზარი გამიცა როცა ის ხალხი რომელიც იქნა შეხვედრაზე ნახე და არაფერს არ გაუშუქებია და მე უფრო მეცადეთ ბევრი აფსუსუნდა რა ხდებოდა მესიჯობდნენ და ასე შემდეგ. საერთოდ გულთან არ ეკარებოდა თავს რა ხდებოდა, როცა ჩვენ საერთოდ ტრაგედიაში ვიყავით რომ რა გვექნა, ტრაგედიას გვექნა ადამიანები როდესაც აუცილებლად რაღაცა ემუქრებოდა, ასე რომ მე უკვე შემიძლია აუხსნა მე რაც მოხდა ეს გაყვანა ამ ხალხის ეს ცალკე თემა არ გახდით ამაზე. ფაქტია ის რომ მეორე დღიდანაც კი როცა დღემდე მე მიხდება შეწყვეტა ძალიან ბევრისთვის ეს არ იყო აღლუმი, ეს არ იყო რაღაცა შეგნებული პროვოკაცია, სულ სხვანაირად იყო დაამტკიცებული. საზოგადოებისთვის თავდავალებოთ იმას ჰომოფობი რო გამოგეცხადება იმისი ნათქვამი როგორ შეფუთო, ეს ცალკე თემაა. საზოგადოებას მიაწოდოს მედია მართლა ის ინფორმაცია რომელიც არსებობს კი და სულ არ არის თქვა შორსასვლას დაჭირო. უბრალოდ ამას ხელის მოკიდება და მიწოდება ჭირდება. მე ძალიან მინდა რომ ყველამ გაიგოს. დიდი მადლობა ბატონო გადაგხდით. მე პატარა ეპიზოდი მოვუყვე იმისთვის რომ უკაცრავად რაღაცა ფსიქოლოგიური ეტიუდი ეს ჩემი მეგობრის მოყოლილია თვითონ არის ექიმი თვითონ საკმაოდ ავტორიტარული პიროვნებაა გაყოფილების გამო და მოყვა ასეთი რამე ოპერაცია გაუკეთეს ვიღაცა მოდელს
რომელიც გამოვიდა რეანიმაციიდან წერს პალატაში და მოვიდა მრევლი. როგორც გაშალეს რაღაც ნივლიანი გადაჭრილი ფამილიური რაღაცა და ჩუმად სიმღერა დაიწყეს და ეს შეუვარდა რომ ყველა წესის გარღვევაა და საკმაოდ ენერგიულად გაყარა ესენა ყველანი გარეთ. ამაზე უდელი მიხვდა რომ მისი ავტორიტეტი ასე შეილახება და უცებ მიართო რომ დაიჩოქე ამ ეჭვს. ამაზე დაიჩოქე კი არა და მოგეთ შეწყვიტა ეს ამბავი ესეთი და მაგრამ ყველა საინტერესო რაც მოხდა ამის მერე. ეს თვითონაც გავიდა დაიწყო თავის კაბინეტში. დაიწყეს ამ რეულის წევრებმა მოსვლა ორ-ორად. და ეუბნებია რომ ექიმო შეუმდე. ანუ მიხვდა ვინ არის თავი. არა ესე მაშინ. У меня один вот такой вот вопрос. Мы спрашивали, какова была роль церкви, какова была роль масс-медиа и так далее. Мне интересно вот что, а почему никто не спросил, какова была роль Ливана Васната? Васат, да. Ливан Васат. კი, ეს შეიძლება ხა ძალიან ისეთი არასენსიტიური რაღაცა თქვა, მაგრამ ის ტალღა ესე რელიგიური ნაციონალიზმის რაც ვახსენეთ, შეიძლება სწორედ ეს ადამიანი იყოს, რაც ამ ტალღას მოყვება. პრინციპში, თუ ვინმეს ამაზე პასუხის გაცემა გქონს. ბატონ დავით, თქვენ კომენტირდა. ხა ლევან ვასატი პრინციპში პოსტკარტიკავში ანამდე მაინც პრეზიდენტის აქციის შემდეგ კომენტირებაში გამოიჩინა თავი. Acțiunea se țină, este și cele de vedere, soțul național, apelul cel puțin, principalul de categoriile de comunitate, dar sobre numărul de salarii sistemice. Cel puțin majorul de ori este de veți cu cel lasă de comunitate, politicul agenție al comunitate, de se care să facă tot în masă, concret, să se facă jurul, să ce e acolo. Să se lege la consultarea cealaltă, să se ajungă la bani. ახალ პარტნიორთა ბევრისთვის მოსაწონია. მე არ ვთვლი ის ახლა არის საფრთხე, თუმცა შეიძლება გახდეს. გაჭირია ჩვენ როგორ საქმეობცა. ეს დროებით მეორე მაშინ არის ცენზურა საფრთხეებს. არაფერს ამდეს და პოლიტიკაში ჩაერევს. ამისთვის არა აზრებმა პროცესა. აბსოლუტურად არ მოიჭირს. აი, ყველას მიმართა მეუბრალოდ მინდა ერთი რაღაცა დავამთავრო. ბევრი თქვენთაგანი ალბათ გარშემოხვდეთ ისინი ასეთ საუბრებს, რომ ბნელეთია, ბნელა და ასე შემდეგ. არის ესეთი შინური აზრია, რითიც მინდა დავასრულო ეს დისკუსია დღეს, რომ აი ის მაგივრად რომ სიბნელეს წევით ჯობია რომ ავანთოთ სანთელი და დავანთოთ ეს სიბნელეო. აი ოთო არის აქ არის თუ არა ოთო მაგნიშნა რომ რას გააკეთებდა ილია ჭავჭავაძე ჩვენს ადგილას დარწმუნებული ვარ პირველ რიგში თავის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას იგრძნობდა და ეს ალბათ ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა რომ ავანთოთ სანთელი პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით მე მგონი ამ დისკუსიამაც რაღაც წუთი შეიტანა ამაში მაგრამ თავარი ის რომ ეს ალბათ ერთად ჩვენს დაწესებებში და ნაცნობებში მეგობრებში იმიტომ რომ ეს მართლა ხოზე ხალი და კაცი ჭირდება ახლა იმისათვის რომ სამოქალაქო განათლება რეალურად ესე იგი განმახორციელოს სკოლების იმედზე როგორც ხდები ჯერჯერობით გამოდავდა დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და საინტერესო